ახლა ვიცით რომ მორიდებული ბიჭი ხარ, მაგრამ მე ვიხარ ნიკოლოზი, არჩა. ვა, ნიკოლოზი. მერე? მიყვარს ეს და. მერე? წალბურთის თამაში მიყვარს. წალბურთის თამაში. შენ რა გიყვარდა, პრინცესობაო? არა, მე ტანჯიშს. ტანჯიშს, მაგრამ ხა ქართულ ცეკვა. ქართული ცეკვა, ოკეი. ოთო. მე ვარ ოთო, არჩაძე, მე ძალიან მიყვარს ფეხბურთის თამაში და სკოლიდან ძალიან კიდე მიყვარს მათემატიკა. გიო, ისმენ. მათემატიკას გვარი ვერ გავიგე, გამოთქმით. ვერ გავიგე, მართლა ვერ გავიგე, მითხარი თავი. მეც ვერ გავიგე. სახლიაშვილი? სეხნიაშვილი? ოკეი. და სეხნია არ ყავს აქ? გიორგი არავინ არ ყავს ჯერ. 8 წლის არის. ბავშვებო, იცოდე? რაგბის თამაში. შემოგეულე. ხო, ჯიგარი ხარ. всё, გადასარევი ბავშვი. ქვია იმას არის ახალი ბარბის ფილმში რო არის ერთი გოგო აი ცოტა დეპრესიაში რო არის და მე ეს განესან გამომიარე მე გოგო ფეიზი მე აღარ ვარ დეპრესიაში. ეს გავხარ აუ არის სია გონი შავები აღარ უნდა ჩავიცვა. არა დეპრესიაში ვარ ცოტა ეს გოგო და მე ბარბი რომ მოვამ და ამასო გაახალისებ და არ მაქვს ნანახი ფილმი თვითონ. მგონი ვიცი, კაი. კაი და ისა შენ მოყევი რამდენი წლის ხარ ვინ ხარ ახლა? მე ვარ ანა, გვარად კანდელაკი, ვარ 19 წლის. ხო, წინა წელს დავამთავრე სკოლა, ძალიან მიხარია. მუსიკით ვარ დაკავებული, მღერი და ვიოლინოს ვუკრავ. ესეთი გადასარავი კოლექტივია დღეს საღამოს ჩვენთან. მე ვარ ნინო პაიჭაძე, 31 წლის, middle age crisis გავლილი. ხო, აბა. Teenagers გავს, მაგრამ ხო. მოპატეთ ხო და ყავს 4 კატა. ერთი მიკავია მე. ერთი იქა. და მიყვარს ბავშვები და მიყვარს ადამიანები და ვარ ფილანტროპი. რა არის ფილანტროპი? აგუგლეთ. ჩამოდი. ჩამოდი. აი, დღეს ჩვენ განვიხილავთ მეგობრებო წიგნს, რომელსაც ქვია აბა ვინ იცის რა ქვია? არავინ შენ გარდა. აი, არიცით რა წიგნს განვიხილავთ? ძალიან საინტერესო წიგნია ხალხო. აი, ვინც იცის თქვას? იცი? შენ? ალქიმიკოსი. ალქიმიკოსი, პაულო კოელიო ქვია მწერალს თვითონ ავტორს რა. მოკლედ ეს წიგნი რომ წავიკითხა, თქვენზე ზროსლი კი ვიყავი, მაგრამ ხვდები რომ თქვენ ასაკშიც რომ წამეკითხა ძალიან, მაგრამ გაასწორებდა რა, ასე ვთქვათ რა. ხო, ამიტომ ეხლა მოთმინები და თქვენითა, ხმითა ჩემითა, წავიკითხა ამ წიგნს და შეგიძლიათ ისიამოვნოთ და დათქვეთ. თუ რამეა კიდე ერთ სკამს ჩამოვიტან, რამე ცუდ დისკომფორტში იჯდებით და რაღაცა და ასე შემდეგ, შეგიძლია პლედი ძირს დააგდო და ძირს დაჯდე, როგორც გაგისწორდება. ზამთარში ცოტა რო აცივდება, მერე ბუხარსაც ჩავთავთ. ოჰა. დავიწყე. პროლოგი. ვინ იცის რა არის პროლოგი? მე ასეა. დაიგე. ალქიმიკოსი. რა გიხსენ. ანუ წინა სიტყვაობა რა. აი წინასწარო გიხსნიან რომ აი რა ხდება და ანუ რა ვაფშე რა წასაკითხია თუ არა ეს წიგნი რა ხო ხდები რა პროლოგი შესავალია ესეთი ასე ვთქვათ რა. 2 წამი ეს უკვე იწერდა, ჩემგან რა გაგინდა. კაცშე? არა ამას. ხო, ანუ ზოგჯერ კადრი გაასწორე ხოლმე. კაი. და რა გავს ხო, ცოტა დეპრესიული. მაგრამ ხერხო. ვაუ, ოკეი. მაგრამ ეს ძალიან ისე ნაზია გოგო, ეს ცოტა უხეში გოგო. მე იუნიკორნი და ცისარტყელები ვარ და ფერია. მოაკუებს ცისარტყელებს იმუშავება. კი, ერთო დავინახე ერთხელ. თვითონ დავინახე. კაი, всё, დავიწყოთ წიგნი. ალქიმიკოსმა ვიღაც მოგზაურის მოტანილი წიგნი აიღო. წიგნზე ყდა შემოფლეთილი ქონდა, მაგრამ ავტორის სახელს მიაგნო. ოსკარ უაილდი გადაშალა და ნარცისის ამბავი ამოიკითხა. ალქიმიკოსმა იცოდა მითი მშვენიერ ჭაბუკზე. ნარცისზე გაგსმენიათ? რამე? ნარცისი. ნარცისი არის ასევე ყვავილი. და ეს ყვავილი არის, ну, ძალიან ლამაზი ყვავილია. ასე შემდეგ, მაგრამ მითი ნარცისის შესახებ შეგვიძლია ამოვიკითხოთ მითოლოგიაში. მე მოკლედ უცებ მოგიყვებით რა არის რა. ნარცისი არის ადამიანი, მამაკაცი, რომელიც იყურებოდა მდინარეში და უყურებდა თავის ანარეკლს და ისე შეუყვარდა თავისი თავი, რომ მოკლედ გადავარდა მდინარეში ერთხელაც და მოკვდა.
ამიტომ ეს რაც გვასწავლის ეს ნარცის ადამიანებს ვისაც ეძახიან იცით თავის ზედმეტად რო უყვართ რა და ზედმეტად რო სხვებს არ ითვალისწინებენ და ასე შემდეგ. ხო და აი მოდით ავიღოთ მითოლოგია. ეს ხლა ერთი წიგნიდან გადავშვით 18 წიგნს კიდე, მაგრამ მაინც ეხლა ჩემი გლეხური განმარტებით რო არ იცოდეთ ნარცისი, მოდი წავიკითხოთ რა არის ნარცისი აქ. საინტერესოა. ბატონო, აგე, ნა. როგორია სიპოვი? მაცადე, თუ არ ვიპოვით. ვერი. რატომ თარსავ? ნა. წავედი მეზევით ჩამო. საგზავით ბიჭო, მოდი. მოდი. ცხილის აღებამი. ვინც ცხელი უნდა, კაი. კაი, აქ არ არის მართლა მგონი. არ არის. აი, შემდეგი წიგნი, მაცადე, ვიპოვე. ენციკლოპედია. მაგრამ ძალიან ცუდად რო გქონდა არცის ადამიანებს ძალიან თავშავარდნილი აქვთ. ეგეთით. კიდე რა შეიძლება, რომელი ენციკლოპედია შეიძლება ქართული მატერიალური კულტურის ეკონომიკის და გუგლე და ისე. არა. ბოდიში. სიბრძნის ენციკლოპედიაში ხო არ არის? დაცველი პოვი. რატო თარსავი შევიპოვოს? სვიპოვი. იპოვოს. მე მჯერა რომ იპოვეს მორჩა. მეც. არა. მე კი 300%. 300, კაი, 100 გავაწურინეთ. აბა. ბალერში ყავთ, მიდი. აი, ეჩეჩუ უეჯორი. რა სტრესულია ეს მოგონება. უკვე დავიძაბე. აგავიტირე. ამას ვორჩეს არჩევია რა. მოგესი და მარა მესამეც იქნება. ქრობს რომ ვიპოვეთ. აი თუ ვერ იპოვა. კაი. ნარგიზი ქვია ქართულად თურმე. ნარგიზი. ნარგიზა. აბა ნარცისი რა ენაზეა? ნარცისი არა, იგი ნახე როგორ არის? ნარკისი, ბერძნულად ნარკისოს, ნარცისუს, დინარე წყალთა ღმერთის, კეფისის და ნიმფას, ლერი ეს სახელებია, ამიტომ ძალიან არ დაიგნეთ. ლერიოპეს მშვენიერი ვაჟი, რომელმაც ქედმაღალი, ხო იცით სიტყვის მნიშვნელობა, ქედმაღლურად, მან გამოაღედა პლედიდევს და მაგაზე დაჯექი, აი კაკრას მან. ხო. ქედმაღლურად უარყო ნიმფა ეკოს მწვერი სიყვარული. აი ნიმდიდე შულოა, მიდეგავს. ძაღლი ახსენა ჯოხსალში დაიჭირეო. მიდი უპასუხე. მიდი უპასუხე მართლა შეიძლება მე დაინტერესდეს და მოვიდეს და გამოვასწოროთ ნარცისი. მიდი, მოვრეკ. მართლა ანუ მე ჩვენ ეს ადახარ რა იცოდეს რა ხო ბავშვია ეგეც. კი. ბავშვიც მინახია მე აგერ ვერ ვარ ბავშვი. ბიჭო პლედი ამოიღეთო იქ. არ მინდა. მიეცით პლედი რომ ამოიდვას. გაგეყინება ტრაკი. მე რითი გაგითფოთ. დარეკა და ხმაური რო გაიგო. შედამწერს სათხარო. ვიდეო ჩავუგდე, მაშინ აი შენზე ვკითხულობ თქო. ესე იგი, მდინარე წყალთა ღმერთის კეფისის და ნიმფას კაიღადო. ნიმფას მეთან მინდა რომ დავიმახსოვრე. ლერიოპეს მშვენიერი ვაჟი. ანუ ეს იყო კეფისის და ნიმფა ლერიოპეს მშვენიერი ვაჟი. რომელმაც ქედმაღლურად უარყო ნიმფა ეკოს წველი სიყვარული. ეკო უარყო რა, ანუ ეკო ვიღაც ქალბატონი ნიმფა იყო. ნიმფაი ვინ არის, იცი? ჭაობებში რო ძალიან ლამაზი ქალები არიან. არიცით ეგეთი მითოლოგიური ტიპები? ეგ მე ვარ. და ეგ უარყო, ანუ იმ ნარცისმა რა. მისი სიყვარული, მისი მწველი სიყვარული შეურაცხყოფილი ნიმფა კლდედ იქცა და მხოლოდ ხმას გამოსცემს. ეკო, გამოძახილი. ხოლო ნარგიზი ღმერთებმა იმით დასაჯეს, რომ ისედაც უგულოდ
უგულოს, მხოლოდ საკუთარი თავი უყვარდა, სხვა არავინ მიაჩნდა თავის ტოლად და საკადრისად. ეს სასჯელი აფროდიტეს მიეწერება. ყველას უარმყოფელი ჭაბუკი ისე შეხაროდა დღემუდამ საკუთარ გამოსახულებას, რაც ანკარა წყალში დაინახა. როცა დასალებად დაიხარა და მანამდე იდარდა, ვიდრე დარდით დალეულმა და ცრემლად ქცეულმა იქვე არ დაასრულა სიცოცხლე. მალე იმ ადგილას გაჩნდა ყვავილი, რასაც მისი სახელი ნარგიზი ეწოდა. ჭაბუკი ყვავილად იქცა. უკარება თავის თავზე აბამტყოფურად შეყვარებული ვინმე არის ნარცისი, ანუ ნარგიზი და ნარგიზის სახელობის წყარო მართლა ყოფილა თესპიაში. თქმულების ეს ვერსიაც თესპიურია, მაგრამ არსებობს უფრო ძველი ელინური ვარიაცია. გახსოვთ თუ ისტორიაში გისწავლიათ ელინური ხანაო რო ამბობენ. თუ გსმენიათ ელინური ხანა. ოკეი, ჩავინიშნოთ, მე ელინური ხანა წავიკითხოთ. ნარგიზი თავიდანვე უარყოფდა ეროსს. ანუ ეროსი არის სიყვარული. ანუ საერთოდ რა რო იცოდეთ. საერთოდ სიყვარულს მხოლოდ თავის თავი მოსწონდა. როცა თავისი დანაშაული შეიცნო, თავი მოიკლა და მისი სისხლისგან შეიქმნა ყვავილი ნარგიზი. ის ყვავილი ბერძნულ სამგლოვიარო რიტუალში სიმბოლურ როლს ასრულებდა, როგორც სამარის სამკაული, ასევე ელევსინურ მისტერიებში. ელევსინური მისტერიებიც პირველად გავიგეთ. ვეკუჩის, რაღაცაო დურაკომ პამრიოშო გაგიგიათ. ბერძნულ და რომაულ ხელოვნებაში ნარგიზის, ანუ ნარცისის თემა ძალზე გავრცელებული იყო. სურათებით, ქანდაკებით, ფრესკებით, ჭურჭლის და სარკოფაგების სამკაულის სახით. ვატიკანის ქანდაკებები, პომპეის ფრესკები, სადაც წყაროსთან ზის ნაღვლიანი ნარგიზი, წყემსის ჯოხით ხელში და გვირგვინით თავზე. მიუნხენის ჩინებული რეპლიკა რომელიღაც პოლიკლეტის სკოლის ნაწარმოებთა ადგილას, ადრეული რენესანსის, კვინტეჩენკოს ხელოვნება და სხვა. თვით ლეონარდოს ანუ და ვინჩის ყალიმი შეხებია ამ თემას. ამ იდეა მიუცია მხატვრებისთვის. ანუ მოკლედ ხელოვნებაშიც ძალიან დიდი შეიტანა რა ამ ნარცისმა რა, ანუ ბევრ რაღაცაში გამოიყენებოდა რა. ნარგიზის დრამა უძღვნა კალდეონმა, ოპერები გლუკმა და მასენემ. ანუ ეს არიან კაროჩე ვიღაცეები, ვინც აშკარად ხელოვნებაში რაღაცეებს აკეთებდნენ და ამ ნარცისმა კაროჩე მართლაც განაპირობა ამის ეს რა ქვია პოპულარიზაცია რა, ანუ ხელოვნებაში ამის გამოყენება და ამას გარდა დღესდღეობით ნარცისი არის ფსიქოტიპი ადამიანის, ანუ იმინა ფსიქოტიპი ადამიანის, რომელსაც თითქმის გამოუსწორებელი, განუკურნებელი სენს ეძახიან და მე ასე არ მივიჩნევ, მე მაინც მწამს რომ არის რაღაცა შუალებები, რომ ეს ნარცისებიც განიკურნო. ესე იგი გადაშალა და ნარცისის ამბავი ამოიკითხა. ალქიმიკოსმა იცოდა მითი მშვენიერ ჭაბუკზე, რომელიც მთელი დღეების განმავლობაში ნაკადულში იცქირებოდა და თავისი გამოსახულებით ტკბებოდა. ნარცისი ისე გაერთო საკუთარი თავის ცქერით, რომ ბოლოს წყალში ჩავარდა და დაიქრჩა. ნაპირზე კი ყვავილი ამოვიდა, რომელსაც მისი სახელი ეწოდა. ნახეთ, აქ 21 საუკუნეში ფაქტიურად ვკითხულობ ნარცისია უკვე სახელი რა და ადრე ძველ წიგნებში ნარგიზია, ხო? ანუ როგორ შეიცვალა სიტყვამ თავისი ფორმა. მაგრამ ოსკარ უაილდი ამ ამბავს სხვაგვარად ყვებოდა. ნარცისის დაღუპვის შემდეგ ტყის ნიმფებმა, დრიადებმა შეამჩნიეს, რომ ნაკადულის წყალი ცრემლებისგან დამლაშებულიყო. რა გატირებს? კითხეს დრიადებმა. ნარცის დავტირი, უპასუხა ნაკადულმა. არც არის გასაკვირი დაეთანხმნენ დრიადები. ტყეში მიმავალს ჩვენ ყოველთვის უკან მივდევდით. შენ იყავი ის ერთადერთი, ვინც მის მშვენიერებას ახლოდან ხედავდა. ლამაზი იყო? იკითხა ნაკადულმა. ეგ შენზე უკეთ ვინ უნდა იცოდეს? გაოცდნენ ტყის ნიმფები. დილიდან სახამომდა შენს ნაპირთან იყო ჩამომჯდარი და ტალღებში იცქირებოდა. ნაკადული დიდხანს დუმდა. ბოლოს კი უპასუხა. მე არასოდეს შემინიშნავს. ჩემს ნაპირზე ჩამომჯდარი ნარცისი წყალში იხედებოდა და მის თვალებში ჩემი სილამაზე ირეკლებოდა. აი, როგორი ჩამბურძგლა იცით? ანუ ნაკადული არის სუფთა, ხო? წყალი არის სუფთა და მუდმივად მოძრავი და ანუ ნაკადული ეკითხება ამ ნიმფებს, რომ ლამაზი იყო ეს ნარცისიო და ეს ნიმფები პასუხობენ, რომ
ანუ როგორ არიციო, შენ გიყურებ და 24/7-ზეო და ანუ ნარცისთან ურთიერთობის დროს, თუნდაც ხო, თუ სუფთა ადამიანი ის თავის თავს ხედავს. ხვდები? ანუ ის ნაკადული მის თვალებში თავის თავს ხედავდა მხოლოდ. იმიტომ რომ ის ნარცისი რეალურად იმ ნარცის თავისი პიროვნება რახან არ გააჩნდა და მარტო ის თავის თავი უყვარდა, თავის გამოსახულება. ანუ შენში ვერაფერს ვერ დავინახავ, შენ თუ მარტო ფუტლარი ხარ. ხვდები? ასე გავაგრძელოთ ჩვენ. რა მშვენიერი ამბავია გაიფიქრა ალქიმიკოსმა. ნაწილი პირველი. წევიწყეთ. ეს იყო შესავალი.